რატომ იზრდება საწვავის ფასები საქართველოში მაშინ, როცა ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში აპრილის თვეში განსაკუთრებით დიზელზე ფასები დასტაბილურდა და ბევრად დაბალია ვიდრე მარტის ბოლოს? მიზეზი კი ის არის, რომ მაგალითად ავსტრიის მთავრობამ ამოქმედა საწვავის ფასების სამოხრუჭე მექანიზმი, რაც გამოიხატა იმაში, რომ პირველ რიგში შეამცირეს გადასახადები. შემდეგ დააწესეს მაქსიმალური მოგების კოეფიციენტი, რაც იცავს იმისგან, რომ ვიღაცამ არ გამოიყენოს შექმნილი სიტუაცია თავის სასარგებლოდ და მოგება არ გაზარდოს. გარდა ამისა, ფასის ზრდა შესაძლებელია მხოლოდ დღეში ერთხელ 12 საათზე და ფასი უნდა იყოს გამჭვირვალე და დაფიქსირებული იკონტროლის მონაცემთა ბაზაში, რაც მათ კონტროლის მექანიზმს ქმნის და ვინც ამ წესებს დაარღვევს, პირველ ჯერზე 7,000 ევროა ჯარიმა, შემდეგ კი ორმაგდება. და ავსტრია არ არის ერთადერთი ქვეყანა, ვინც მსგავს მექანიზმებს მიმართა, განსაკუთრებით გადასახადების შემცირების ბერკეტი გამოიყენა. ესეთია იტალია, ბელგია, უნგრეთი, სლოვენია, ხორვატია, მალტა და ძალიან ბევრი. აი ესეთ კრიტიკულ სიტუაციაში უნდა ერეოდეს მთავრობა და იღებდეს მყისიერ გადაწყვეტილებას. ავსტრიაში ეს მექანიზმი 1 აპრილიდან ამოქმედდა ყოველგვარი კომისიების და მასკარადების გარეშე. და რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ამ კრიტიკულ სიტუაციაში, რომ ფასების კონტროლი მოახდინოს საწვავზე?